ვალდებული არ შეიძლება იყოს დადებითი ემოცია. და მუდმივად შეხსენება ცოლზე და ქმარზე რომ ვალდებულია, ადამიანს ღლის. ახლა შუქნიშანთან გაჩერდი ვალდებული ხარ, სამსახურში მეხვედი 9 საათზე ვალდებული ხარ, გამოხვედი ვალდებული ხარ, გადასახადი უნდა გადა ვალდებული ხარ, მოხვედი სახში კიდე ვალდებული ხარ. ხვდებით? უარყოფითი ემოცია. უარყოფითი ემოციის გენერირებას ვაკეთებთ მეც და ვთქვათ, მეუღლეც და მე მეკვირს რატო ვერო, ეს კი მთელი ხო? მოხვედით კაი ხასიათზე, დაგვხვდათ ცუდ ხასიათზე. როგორი ემოცია იყო თქვენს უარყოფით. ყველაზე კარგი გზამკვლევი ურთიერთობაში მეორე ადამიანთან გინდა ჯგუფთან არის ერთი რაღაცა. რა ემოცია შექმენი, რა ელაპარაკი კი არა და რა ნიშნა. რა ემოცია? შენ რა გააკეთე? ანუ სამსახურში მომიშალეს ნერვები, სახში მოგიშალე ნერვები. აბსოლუტური სულელოვანი რაღაცაა. უარყოფითი ემოცია შემოვიტანე ჩემი სივრცეში. თუ მაზოხისტი თუ სადისტი არა ვარ, რატომ დავაკეთო ესა, ხო? ეგ იგივეა მეთქი, რომ და შეხსენებები როგორ არის ბავშვია გამოსაყვანი ის გასაკეთებელი ის გასაკეთე ის გააკეთე, რატო არ დამირეკე? ნუ ესა, ხო, სუპრეტენზია. ეს ღლის ადამიანს. ეგ იგივეა ლოგინში რო იწვევთ საკრედიტო ოფიცერთან ერთად მე მეთქვავს და თვალს რო გააღელდა პლაკატი აქვს საღამოს 1000 ლარი გაქვს შემოსატანი. ეს არის მუდმივი განცდა. ზუსტად. ამიტომ ერთსაც სტრესი აქვს, მეორესაც სტრესი აქვს, ნუ მამაკაცების კიდე თავისი პრობლემა არის, რომ სტრესი დაძლევის მექანიზმი არასწორია, მამაკაცი ალკოჰოლზე გადის. ხოლმე რა. სხვადასხვა ნივთიერებაზე ასე ვთქვათ, ხო? ალკოჰოლზე გადის, თამბაქოზე, ქალის სტრესი დაძლევის მექანიზმი იცით რა არის. ლაპარაკი. ლაპარაკობს, ამას ემოციური ვენტილაცია ქვია და კაცი არა, კაცი კეტავს პირიქით ამას, რეპრესირებას და თუ გავიდა, ნუ ძირითადად ლაპარაკობ ტრადიციულად თემ სოფლიოში, ხო ვინ არ იფიქროს, რომ საქართველოში ხდება არიან ხოლმე ეს. გონიათ რომ რაღაცას ლაპარაკობ ეს მარტო ქართველი კაცები და ქართული კამ. მეტნაკლები იმეებით. ხო, ამიტომ ვამბობ რომ ნახე შინაგანად დამოკიდებულება რო შეცვალო მეუღლესთან, ვიცი რაღაცას გაუჭირდება და ძნელია რომ გაიგოს რას ვამბობ, ნუ ან ვერ წარმოიდგინოთ. ნახე არ არის შენი მეუღლე არაფერზე ვალდებული შენთან. არ შენ არ ხარ ვალდებული. მაშინ მე რო საჭმელს ვაკეთებ, იმიტომ კი არ ვაკეთებ რომ ვალდებული ვარ, იმიტომ ვაკეთებ რომ მიყვარხარ. და ყოველ დილას რო გადახედავ ადამიანს, გახსენდება რომ გიყვარს და არა ყოველ დილას რო გადახედავ ადამიანს ვალდებული ხარ. ამიტომ შეცვლი ამ დამოკიდებულებას. ნუ ისე სხვათაშორის არის თემები, რომლებიც კაცებს ესმით ხოლმე უკეთესად არის ქალებს და ქალებს ძალიან ბევრი რამე ცოტა ემოციებთან დაკავშირდა ეს მაგრამ ეს ქალებს გაუჭირდა. ვერ გავიგე აბა ბავშვი როა გამოსაყვანიო. არ უთხრა რომ გამოიყვანოსო? პრობლემა უთხარი, მაგრამ ფორმას გააჩნია. ხო შეგიძლია უთხრა, ხო რა ვიცი, ძვირფასო. მე რაღაცა ეს შემექნა პრობლემა და დღეს შეგიძლია ბავშვი შენ გამოიყვანო და თუ არ შეწუხდები და თუ რაღაც შენც ვერ ახერხებ რამეს მოვიფიქრე. ეს არის როცა სიყვარულით გეუბნები. და იმასაც თუ უყვარხარ გეტყვის რომ არა, მე ხედე, მაგაზე არ იფიქრო. მე გავაკეთებ. ფორმა აქ არ არის ეს ბავშვი მარტო ჩემია? ხო? ესეთ პრეტენზია